მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ანტიბიოტიკი. ჩვენ მისი წამყვანები თაკო მიქაძე და კუკა ბარამიძე გახლავართ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ქალბატონი მაიკო გოგორიკიძე, ისტორიის მასწავლებელი ლიხაურიდან. ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემა, რა თქმა უნდა, იქნება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით კი ადგილობრივი პროტესტის მნიშვნელობა. მადლობა მაიკო ჩვენთან მოსვლისთვის და დროის დათმობისთვის. პირველი შეკითხვა ასეთი იქნება. ზოგადად რომ მიმოვიხილოთ, თქვენ ისტორიის მასწავლებელი ხართ და საინტერესო იქნება ისტორიულ კონტექსტშიც, ასევე რა მნიშვნელობის პროცესებთან გვაქვს საქმე, რა ვითარებაშია დღეს ჩვენი ქვეყანა და რა გველის შესაბამისად ამ პროცესების შემდგომ. ამ ისტორიულ კონტექსტზე ყოველთვის ვფიქრობ მე და ყოველთვის, როდესაც საკაკვეთილო თემაში ხდება, ყველაფერს ვერ იტყვი საკლასო ოთახში და მოსწავლეებთან შესაბამისად, როგორც მათ უნდა ჩაუდო რაღაცა თავში უნდა მიაწოდო და ბევრი თემა ხდება ასეთი და პირველი თემა ეს რაც არის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით, ჩემო მეშვიდე კლასელებმა ძალიან კარგად იციან, რომ სახელმწიფო არ არსებობს კანონების გარეშე და კანონები სახელმწიფოს გარეშე. და ყველაზე მთავარი რაც ჩვენ დღეს შეგვილახეს, ეს არის კანონებთან მთავარი წიგნი კონსტიტუცია. და ჩვენ დავჭით კანონ რაღაც გამოგვაცალეს, თითქოს და როცა ადამიანი ამაზე ფიქრობა, აზროვნებ, ვერ იტყვი ახლა მას ბავშვებთან ყველგან ვერ იტყვი, მაგრამ აი შენ თავს ელაპარაკები ხანდახან მომსმენიც კი არ არის რომ მოგისმინოს, ვერც მოახლევ შენს აზრებს თავს და მართლაც აი ესეთი კონსტიტუციისა და კანონის გარეშე დავტოვე და საუბრობ რომ რაღაც აბსურდის თეატრში მგონია თავი რომ რატომ ხდება ეს, რა ხდება და თითქოს ვერ ვხიზლდები ამ ერთი ნახევარი საათის შემდეგ უკვე ინფორმაცია დაძველებულია და ჩვენ სახელმწიფოს გვია დემოკრატიული რესპუბლიკა და რესპუბლიკის და დემოკრატიის არსი, როდესაც იქნებოდა სოლონე ქმნიდა მე-6 საუკუნეში ათენელებმა ჩააბარეს რომ პროექტი რომ შეექმნა ესეთი სახელმწიფო, კანონიერი სახელმწიფო, სოლონე სულ რაღაც 1 წელი იყო, არ ქონდათ მეტის უფლება, არ ქონდათ მათ, არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ და როცა დემოკრატიის საფუძვლები იყრებოდა, იქ კანონში წერია თუ მოქალაქეს არ ექნება პოზიცია, მას ყრიან მოქალაქის უფლებებს. საერთო მღერვარების დროს ან ერთ მხარეს უნდა იყო, ან მეორე მხარეს, თორემ აკრიან მოქალაქის უფლებებს. ასეთი მოქალაქეები ჩვენ ძალიან ბევრი ყავს, რომლებიც არჩევნებამდე ჩუმად იყო, ახლა ჩუმად არიან და არაფერს არ ამბობენ ამ სამოქალაქო თვით აღარა განახორციელეთ, რომ აი ჩვენ ცუმად ჩვენთვის ვფიქრობთ რაღაცა ლოგინში თავზე საბანს რო წავიფარებ და ხმამაღლა არ ლაპარაკობენ თითოეულ სიტყვას, თითოეულ პოზიციას ჩვენ გონია რომ არავინ არ გვისმენს, მაგრამ ამ დროს ძალიან დიდი ენერგია აქვს, როდესაც ლაპარაკობს სიმართლეს და როდესაც გახარ სიმართლის მხარეს. ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეულ ადამიანში ვეძებ რომ იქნებ რაღაც პოსტი დადოს, იქნებ რაღაცა გაეპაროს, იქნებ რაღაცა თქვა. მეც მჭირდება, ყველას მჭირდება ჩვენ ეს ერთიანობა, მაგრამ ის პატარ-პატარა ესე გამონაკლისებს, თორე რაღაცა ჩვენ ახლა თბილისში ხედავთ, ხდება ხო? ყოველთვის ვამბობ რომ ბოროტება ხმაურობს. თორემ სიკეთე უფრო ჩუმად არის და უფრო მეტი ყოფილვართ და იმ ხელა ენერგიას ვიქედა რომ წარმოუდგენელი ახლა ამ ზვავს, რომელიც ყოველ დღე მოდის რუსთაველზე, რაღაც დაუხვედრო, რა უნდა დაუხვედრო, აი პროცესია ხო, არაძალადობრივი გზა, რომელიც გამოცდილია, გამოიარა, მთელი საუკუნოვანი გამოცდილება დაიწყო მახათმა განდმა და ვერ შეაჩერა, ვერც ბრიტანეთმა შეაჩერა თავის არსებაში, ვერც ამერიკაში შეაჩერეს არაძალადობრივი გზა და ჩვენც ესე ხელებით, ენერგიით, სიტყვებით, მეტი ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია, ამით ვიბრძვით და ეს არის ნამდვილად ისტორიული ექსკურსი და კიდე ეს ასოციაცია მაქვს ბავშვობაში წავეკითხე გერმანელ ავტორებს აქვს ესეთი
სხვა ავტორებს არა სიცილ გაყიდული, ჭრილ გაყიდული ადამიანი, სულ გაყიდული ადამიანი და ყოველთვის ესა ბევრია ასეთი, მაგრამ ყველაზე მეტად მახსოვს ცახესი ცინოპერად, პატარა ცახესი ცინოპერად წოდებული და ბევრი ანალოგია არის ამასთან შედა 1984 ცხოველების ფერმა რაღაც, მაგრამ ეს პატარა ცახესი ცინოპერად წოდებული რა პატარა ადამიანია, როგორი მორჩილებს ყველაფერს და მისი ძალა თურმე რაღაც რამდენიმე პატარა ძალა ქონია მას, რომელსაც მოაცლი და დამთავრდა ქრება უცებ რაღაც საპნის ბუშტებით უნდა გაქრეს ეს ყველაფერი ჩვენი რეალობი და ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მაიკო, გეთანხმები ყველაფერში აბსოლუტურად და შენ ახსენე რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიტყვით, ერთიანობით, შიშველი ხელებით, ენერგიით და მეტი არაფერი დაგვრჩენია. ასევე ახსენე დუმარი ადამიანები და ისტორიის სწორ მხარეს მდგომი ადამიანები. აი შენთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის რა ადგილი შეიძლება ნახოს ამ პროცესში ერთმა მოქალაქემ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ეგ სიმართლის ხმაური, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ერთმანეთის თანადგომა და რამდენად მძიმე დანაშაულია ამ პროცესში დუმილი, როდესაც შენს თანამოქალაქეებს სცემენ, ასახიჩრებენ, აწამებენ, უკანონოდ აპატიმრებენ და ამასაც რომ თავი დავანებოთ, გვართმევენ ქვეყანას, მომავალს და სუვერენიტეტს კი. დავამატებ, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მაიკოს თქვა თავისი პოზიციების გამო და რაღაცა საჯარო აქტივობების გამო უკვე საკუთარ თავზე აქვს გამოსილი ეს რეპრესიები, რაც გამოიხატა სამსახურიდან გათავისუფლებაში და მიუხედავად ამისა თვითონ რაღაცა მაინც ამ დიდ ამბავში არის ჩართული და რაღაც ესეთი ადამიანის ბუნებაც პრინციპში ესეთია და ამ კონტექსტიდანაც საინტერესოა შენი პოზიცია რომ რა შეიძლება ადამიანს ამოძრავებდეს ხო? აი უბრალოდ მარტივ შედარებას მოვიყვან ჯაჭვის ერთი რგოლი თუ გაწყდა ჯაჭვი აღარა გვაქვს და ჩვენ ერთმანეთს აი ხორუმში ერთი ხელი თუ ჩაწყდა ხორუმის ხაზი წყდება ხო? და ჩვენ ერთმანეთს ძალიან მჭირდებით და მე მგონია რომ ჩვენ ერთმანეთს ვამაგრებთ და რომ ვარსებობთ გვიხარია რომ ამ ენერგიით ხელი ჩაჭიდებ რაღაც ამ ხორუმში ამ დინარეში მივდივარ და გავანგრიოთ უნდა ყველაფერი უნდა გავანგრიოთ მაგრამ ცალ-ცალკე ჩვენ ძალიან სუსტები ვართ მაგრამ ერთად აი ამ ჯაჭვში ჩვენ ბევრი რაღაც დიდი რაღაცა შეგვიჭერდა ერთი პატარა თოვლის გუნდიდან იწყება ზვავი კი ბატონო ზვავი არაბანანგრეველი ძალა ჩვენ დაგვანგრიეს თავზე ყველაფერი და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს წართმეული და დანგრეული რეალობა რომლის დაჯერებაც არ მინდა მაგრამ ეს რეალობა თანდათან გვეცმევა გარშემო აი ტანსაცმელებით შემოგეცვა რაღაცა სუნთქვას გიჭერდა სუნთქვას გიზღუდავს და ყოველთვის ვაი როგორ სუნთქავენ და ყველაზე ძნელი ეს არის რეგიონებში და სოფელში როგორ სუნთქავენ როცა ჩუმად არიან და მინდა რაღაცა ჩავეჭიდო იმ ერთ ადამიანსაც იმ წუთში ჩემთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ გავიგო რაზე ფიქრობს იგი იმ წუთში და თუ არის ისტორიის ბევრჯერ ვიხმარეთ მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს გამოგდის და სწორი რაღაცა თქვი რომ პროტესტის რაღაც ან თქვა თავარი შინაარსი ერთია რომ რაღაც ერთად ყოფილ ხო პროტესტი მაგრამ მეორე არის შენი ხმა და პოზიციის დაფიქსირება ნიშნავს იმას რომ მე გამხნევ შენ და ჩვენ ერთად ვართ ჩვენ ვართ დინარე ხო ვის გვაწუხებს ეს ამბავი და სწორედ ეგეც არის რომ თქვა ვიღაცა შეიძლება არ შეუძლია რაღაც სადღაც გამოვიდეს და ის მაგრამ მე მითხარი ანუ მე დავდგები შენს მაგივრათაც მაგრამ ვიცოდე რომ შენს გაწუხებს ეს რაც აქ ხდება რა ანუ ვიცოდე რომ შენს ადამიანი ხარ ხო ახლა პრინციპში ეს გვინდა ჩვენ სინამდვილეში აი ჩემთან დამოკიდებულებაში რომ იყო რომ მაიკო გაჩუმდი ანუ წერა იყო ჩემი ისეთი ძალიან ისეთი უბრალო პროტესტი იყო და კომენტარები და რაღაცა გაჩუმდი და ვერ როგორ შეიძლება გავჩუმდე და მე რომ ჩემი სამსახურიდან გაშვება ეს არაფერი არ იყო უბრალოდ ეს იყო საზოგადოების აი რაც გჭირს ჩვენ ამ სახელმწიფოსგან თორემ ერთი მაიკოს პრობლემა რომ ყოფილიყო ეს მე არ შემაწუხებდა მაგრამ ზოგადი სახე რომ აქვს რომ მე გამაგდეს და შენს გვერდით ვარ რომ ხდება ახალგაზრდა ადამიანი მაგრამ ვერც კომენტარს ვერ გიწერ და ვერც გიწონებ შენ პოსტებს
მე ცუდად გავხდი, როგორ შეიძლება ვიღაცამ შენმაირმა ადამიანმა ისე დაგაშინოს, რომ შენ კომენტარის რა გაქვს, რა ფუნქცია გაქვს, რითი გემუქრებიან ასეთით, რომ მე მიძლევია სოფელი. მოერიგე რა, მოერიგე ერთი ნაბიჯი გადადგი და მოერიგე ამ შიშს ხომ შეიძლება, მაგრამ რა არის იცი სახელმწიფოს მინუსი ის არის რომ ამ შიშად შენს ქვენა გრძნობებს ამოწევს ზემოთ და კი არა ვარ ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ რომელსაც გვაქვს უფრო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა და იმ ადამიანმა უნდა იფიქროს რომ მის ეზოში არ თავდება მის ჭიშკართან სახელმწიფო და თვითონ თუ არის დღეს დანაყრებული 70000 ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში და რაღაცაზე უნდა კონდეს პროტესტი და რაღაცა უნდა თქვა. არც ერთი მთავრობა არ მომწონდა არასდროს. და მე რაღაცა მინუსად ვთვლი რომ მოქალაქეს მოგწონს მთავრობა. კი რაღაცა ჯასარია მუდმივად კი აკრიტიკო და რაღაც შენი აზრი კონდეს, რაღაცისკენ მოუწოდე და მე პირიქით მე მგონი ვინც ჯანსაღად გაკრიტიკებს ის უფრო უნდა მოგწონდეს და უსვენ და ვიდე ტაშის დამკვრელები და ლაქიები რომლებიც რაღაც გაბინძურებენ ასე ხო გაფუჭებენ შე რაღაც ხილი როება ისე გალპობენ შიგნიდან გარედან მაიკო ჩვენ დღეს რა რეალობას გვიდგას და ასევე წინასარჩენოთ და უკვე ძალიან ბევრი წელია რითაც ეს ხელისუფლება ინარჩუნებს 20-ში ძალაუფლებას არის წნეხი ადამიანების დაშინება თუნდაც ჩვენ ვიცით რომ საჯარო სექტორი იქნება ეს მასწავლებლები იქნება თუ რაღაცა ეს ხელშესახები დიდი სექტორები რაც არის რომ ისედაც აი მართლა გაჭირვებაში მყოფდა დაბეჭდებულ ხალხს კიდევ უფრო წნეხის ქვეშ ამყოფებენ რომ თუ ისინი რამეს იტყვიან დაკარგავენ სამსახურს მისი შვილი დაკარგავს სამსახურს და ნუ ჩვეულებრივი რუსული მეთოდები რაც არახალია და ძალიან დიდი ხანია ვუყურებ შენ ანუ ყველას ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი რომ რატომღაც ხალხს აქვს ხოლმე იმის განცდა რომ თუ ვინმე მათ ოცნებას ქართულოცნებას ეწინააღმდეგება არა აქვს მნიშვნელობა აპროტესტებს რაღაცას, ეგეთი განსააქვთ, რომ მათ დასაკარგი არაფერი არ აქვთ. და რეალურად ყველა არავის არ სიამოვნებს აი ამ ტერორის და წნეხის ქვეშ ყოფნა, ყველას გვაქვს რაღაც დასაკარგი და შენ ახსენე რომ აი სამსახური, შენ დაკარგე სამსახური, რაღაცა შენზე იყო ფსიქოლოგიური წნეხი, ეს რაღაცა საზოგადოების მხრიდან რაღაცა განსჯარო, მაშინ ჩუმად ყოფილიყო და არ დაკარგავდა და ასე შემდეგ. აი იმ ადამიანის გადმოსახედიდან ვინც ეს გაიარე მაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია რომ იყო საკუთარ სინდისთან და პიროვნებასთან მართალი ვიდრე შეინარჩუნა რაღაცა მინიმალური კეთილდღეობა და ის სამსახური თუნდაც ძალიან მარტივად არის აქ საქმე როდესაც შენ დგამ რაღაც პატარა ნაბიჯს და რაღაც პატარა რაღაცაზე იმარჯვებ უფრო მეტი ძალა გეძლევა, უფრო მეტს ხედა, უფრო ოდნავ მაღლადი ხარ და იმაზე მეც ხედა, ვიდრე ის შეშინებული ადამიანი ხედავს და უფრო მეტი უნარი და ძალა გეძლევა, რომ რაღაც სირთულეები გადალახო, დაძლიო და არ იყო ვიღაცის ხელის შემყურე. მე პირადად ჩემს საკითხთან დაკავშირებით ხომ არის ოზურგეთი პატარაა და ამბები მოდიოდა ჩემთან და მაგან რატომ უნდა ჭამოს ჩვენი ხელიდან? ვინ ამბობს? ხო, ვიღაც მოქმედი, ხო, თანამდებობის პირი ამბობს, რომ მაგან რატო ჭამოს ჩვენი ხელიდან და ეს იყო როგორი შეურაცხყოფელი, იცი? არ მინდა ხა ცხოველებს მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ მე ძაღლი ხო არა ვარ, ვისი ხელი დავჭამ მე? ხო. მე ვისი ხელი და მე თუ ჩემი თავის პატივისცემა არ მაქვს, მარტო ჭადი ვჭამო მირჩენია, ვიდრე საკუთარი თავის პატივისცემა დავკარგო. სხვანაირად ცხოვრება ვერ წარმომიდგენ. ძალიან ისეთია მაგ. აი ვერ ვიცხოვრებ სხვანაირად და ნუ ერთხელ დავიბადე, ერთხელ მოვკვდებით ადამიანები და აი სულთან არ უნდა იყო კონფორმისტი ადამიანი. არ უნდა გეშინოს. შენ თქვი ხა ჩვენი ხელიდან ჭამს ეგ მარტო რაღაცა ის. ხო, აი ხელი. ამაცინათაც ერთ-ერთი საჯარო მოხელე ხა. ესე ფიქრობენ ჩვენზე. ასე ფიქრობენ, ხო? რაღაცა მიყვან დასვა, იმასაც ქონდა ეგეთი რაღაცა ჩვენს ადგილობრივ რეალობაში, რომ ნუ თუ არ გინდათ რაღაც ჩვენ
ჩვენ მინიმუმისა და წადით ხეფას რატო იღებ ჩვენ ანუ განცდა ასე თვითონ ეს მათი ჯიბის ფულია ჯიბის ფული სინამდვილეში არის ჩვენ ანუ ადამიანი ამ ქვეყნის მოქალაქეების ქმნით დოვლას შექმნილი რაღაც შრომით შექმნილი ბიუჯეტი ახლა ეს ბიუჯეტი კონკრეტულად ჩემი და თქვენ კი არ არის მაგრამ ჩვენი შრომით შექმნილი ბიუჯეტი რომელიც ჩვენი საერთო არის ხო რომ მოხმარდეს ხო სახელმწიფოც ხო მაგისთვის იქნება რომ ეგეთი განცდა აქვს მაგათ რომ ანუ თვითონ რაღაცა ვიღაცა ანუ იმათ შეიძლება მართლა აჭმევენ ხო ანუ თვითონაც აჭმევენ ხო ხო ეგაგებად სუბიექტური გაგება აქვს ხურევია სინამდვილეში რა რომ ვიღაცა რომელიღაცა საჯარო მოხელე სხვა შეუნება რომ შენ პოზიცია რო გამოხატე ანუ თუ არ გინდა ჩვენი ხელფასი რატო ეგ ხო სადამდე ჩადის რა იგი უბიცოვა აი ერთ-ერთი აი თუნდაც იმისთვის ღირდა რომ მე მუზეუმთან კავშირი არ დამიკარგავ სულ ღონისძიებებს ვატარებ და უფრო კაი ღონისძიებები ჩავატარებ ვიდრე ვატარებ და რაღაცა მოქონდა მოსწავლესთან ერთად და მასწავლებელო დაგაბრუნესო მუზეუმში რადგანაც ერთად შევდიოდნენ და არ დაუბრუნებებრამ და თავარი არის ის რომ თქვენ სათქმელი თქვითო ხო ან მე ხო იმას აგაკვეთილო სივრცეში ამაზე ვერ დაველაპარაკე სხვა სივრცეში ნახა მან ხო რა ბოდიში მან კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რომ ჩვენ წინასწარმეტყველების ყავდა რომელმაც იმაზე ილაპარაკეს გურიის რესპუბლიკის პერიოდში ხო გურიის ხო იდგა და მან პირველი რიგში თქვა რასაც რესპუბლიკის მერე ეს მოძრაობა დაიწყო მასწავლებლის გამო მოხდა ყველაფერი და მნიშვნელოვანი რა არის რომ მე ვუყურებ რომ რაღაცას რო ასწავლი ისტორიის მასწავლებელი ხარ თუმცა სამოქალაქო განათლების ეხლა და ასწავლე რომ რაღაცა იყოს მოქალაქე რაღაც ამ ისტორიულ ამბებს და რაღაც საკითხი როცა დგება ესეთი მნიშვნელოვანი გადამწყვეტ და შენ არ პოზიცია არ გაქვს ბავშვი უყურეს მაგრამ პოზიცია არ გაქვს ხო რა მორალური უფლება შეიძლება გქონდეს ამისი სწავლა ეს დიდი ამბავია როცა შენ გაკვეთილზე რაღაცას ელაპარაკები ანუ ფაქტებს აწვდი და იუნებ როგორ უნდა იყოს მოქალაქე და ამასობაში როცა საჭიროა იქაც გახარ სადაც უნდა იდგე რა როგორც მოქალაქე ხო ეს ძალიან დიდი მნიშვნელობით ხო ეს მაგალითი მათთვის აი მასწავლებლების როლზეც მინდა რომ ილაპარაკო მაიკო ამ პროცესში იმიტომ რომ ხო მასწავლებლის როლი ერთის მხრივ რაღაც ვამართლებ ჩემ თავს იქ რომ იქ თუ ერთი ჩემი მოსწავლეც დგას და ვიცი ბევრი დგას ხო და სოციალურ სივრცეში აქტიურობენ და გოგონა რომელიც ოპერის მომღერალია და იქ წიწაკის სპრეისაც არ ეშნია სოფოია მეუთხარი მოვფრთხილი შენს მონაცემებს და ერთხელ შევისუნთქეს წიწაკის სპრეი ხო არც თავისი კარიერა არ იდარდებათ იმათი აზრი ჩემთვის ყველას აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და თუნდაც ერთი მოსწავლე რომ დგას იქ ჩემი უკვე ვთვლი რომ მე სადღაც რაღაც პატარა მართალი თესლი ჩამიგდია იქ რომ იქ მოგეფერება რაღაცას გაგამხნევებს აქეთ მე გავამხნევებ და ნამდვილად აი ქართველები არა ვართ 150 მილიონი და ბელორუსივით და რუსეთივით ბევრი ჩვენ ვართ თითქმის ერთმანეთის ნათესავები რაღაც ერთმანეთთან კავშირში ვარ და ბოლოს რო ჩავეძიოთ ერთმანეთს ამ სანთელივით გოგო ბიჭები რომ გაიგდეს ფეხქვეშ და გალახეს მისი ნათესავი იყო შეიძლება მისი ძალიან ახლობელი იყო შეიძლება და ეს ვერ მოითმინა ქართულმა საზოგადოებამ არ შეიძლება ამის მოთმენ ამის უკან დახევა და რა მაგარია რომ ის ახალგაზრდები ჩემზე მაგრები არიან და ძალიან მაგრად იქცევიან და არ ტყდებიან და თვითორგანიზებას აკეთებენ და საერთოდ არ უნდათ ამ სიტყვებით და სადღეგრძელოების მოსმენა და საერთოდ არც კონტაქტობენ მიკროფონთან მიდიან და მის საქმეს აკეთებენ და აი სამას არაგულს რომ არ აქვს სახელი ხო 100 არა აქვს მაგათ სახელი არიან ახალგაზრდა საობა ჯენზი ბაღნები გურიაში რომ ეძახი და აი ჩვენი სამასი არაგულები ოღონდ სამას არაგულები ნამდვილად მიხვდე რომ ნოთარ ჭილაძე რომ წერს რომ დამარცხებულ ბრძოლაში მივიდნენ მაგრამ არ შეესწირა ჩვენ გვინდა სიცოცხლე მომავალი და აი ეს სახეები მე ალბათ ისტორიას დარჩება სოციალურ ვიდეოები მათი ხმები მათი გამოსვლები მათი სიყვარული მათი მოქმედება და ყველაფერი ეს არის მართლაც რაღაც მნიშვნელოვან პროცესში ცხოვრობ ძალიან ძიმე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში ცხოვრობ ძალიან დიდი პრივილეგია არის ეს არ მეგონა მე ზუსტად ასეთი იგი იყო 89 წელი რო იყო და დაგვცინოდე რომ ბიძია შედის შვილო რა გინდა მაგ შიმშილობ და
მოიცადე ცოტა ხანშიო მართლა იშიმშილებოდა მართლა იყო დაცინვის მომენტები და მე გადაატყდა ეს საბჭოთა კავშირი გადაატყდა ეს საბჭოთა კავშირი ერთი იმპერია გადაატყდა რუსეთის იმპერია მეორე საბჭოთა კავშირი და მესამე იმპერიის დაცემასაც მოვეწრებთ იმიტომ რომ ეს არის საბჭოთა კავშირის გაგრძელება ეს არ არის ხანგრძლივი იმპერია ჩემი აზრით ახლა მე დიდი ის არა ვარ ეს ექსპერტი არა ვარ ნამდვილად როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი რომელსაც შეეხო ეს პოლიტიკა და ჩვენ ყველას გვეხება პოლიტიკა ეს არ არის ხანგრძლივი იმპერია ეს არის ხანმოკლე იმპერია ძალიან ხანმოკლე იმპერია საბჭოთა კავშირის რაღაც ყუდის მოქნევას დავარქმევდი მე ამას და ამ პროცესში მე 9 აპრილი ახსენე და აი ეს მოდი ზუსტად აი ეს 9 აპრილს რომ იყო ზუსტად იგი შეგრძნება მაგრამ სამშობლოს გადარჩენის აი ის შეგრძნებები მოდი ზუსტად რომ რაც 9 აპრილს იყო რაღაც სიწმინდე და როცა ნინოთოიძის სიკვდილი ამბავით გავიგეთ ლიხაუში და მთელი სოფელი დადუმდა და ეს არ უნდა მოხდეს ჩვენ უნდა გქონდეს სიცოცხლე სიხარული ფერები და პატივისცემა აი რა ხდება რუსთაველზე ისტორია შეხვდა აწმყოს მომავლისთვის ზუსტად ეს არის ეთნოგრაფიის კულტურის სიმღერა მრავალფეროვნება და აი ეს ლამაზად ნამდვილად ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი იმ პერიოდში სხვა მოცემულობაში ვიყავით რაღაცა ისტორია კი ყველაფერს ინახავს და ინახავს სერიოზული გადაატყდა რასაც ახლა ისტორია და კონკრეტულად ციფრული სამყარო ინახავს ის მაშინ არის ეს უკვე სახეებად გადაწყდა ეს ჟურნალები დაიდება კი დღეს არის ანუ ამას აი რაც ხდებოდა 2024 წელს საქართველოში 2000 რა ვიცი 70 წელს ერთი რაღაცა ღილაგზე დაწყობებით შეგვიძლია ნახოთ ვინ რას აკეთებდა და ახლა შეიძლება ბევრმა დაიბრალოს მაშინ 9 აპრილის შემონაწილეობა თუმცა აი ამ პროცესებში მონაწილეობას ვერ დაიბრალებენ და შესაბამისად შენ ახსენე რაღაცა აი ამის მომსწრე ვიყავი ამის მომსწრე მონაწილე და ეს ჩემთვის ახლა სადაც გავარ და რასაც ვაკეთებ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება რაღაც მომენტში ვიღლებო და რაღაც მომენტში მეშინო და დავდობდე ძალიან დიდი პრივილეგია და რო ვფიქრობ რომ ამ მომენტში დავიბადე ქართველად აქ და ამის შესაძლებლობა მეძლევა მე რო აი ამ სასწაულ ხალხთან ერთად მართლა რაღაცა ქვეყანა გადავარჩინო ეს შეიძლება ორი სიტყვა ქვეყნის გადარჩენა მაგრამ რეალურად თავის თავში უდიდეს რაღაცას გულისხმობს აი რამდენად სევდიანია ის იმ ადამიანის ცხოვრება რომელიც ამ ყველაფრის მონაწილე არ არის და იმ რაღაცა პროპაგანდის მსხვერპლია დიადი წამის შეგრძნების უნარი რომ ხო და იმ ადამიანის გადმოსახედიდან ვისაც წინა პროცესებშიც მიღებული აქვს მონაწილეობა და აი ამ რაღაცა აი ამ საბჭოთა კავშირის მსხრევაში შენი ხელი მიგიკრია და რაღაცა აგური დაგიდია ემოციები გქონია სწორი ემოციები გქონია ამ დროს და აი რამდენად სევდიანი იქნება იმ ადამიანის ცხოვრება მომავალში რომელსაც ამაში მონაწილეობა მინაღები არ აქვს სევდიანი არ იქნება სევდა მართალი ადამიანისა სირცხვილი არის კი ბატონო თორე სევდიანი ვერ იქნება ეს ადამიანი თან ის არის კიბილი და სირცხვილია ხდება მას მართლა სირცხვილია იმიტომ რომ ანუ ჩვენ ძირითადად რაც გვაბრაზებს გარდა იმიტაციებისა ხელისუფლებისა და გაყალბებისა და მთელი პროპაგანდისა და მთელი სიცრუისა და ტყუილისა ფიზიკურ ანუ გაუგონარი ძალადობა და აი წარმოუდგენელი რაღაც თუნდაც ალეგორიული რა ვიცი თუნდაც უფრო ღრმაში ნარსობრივად რო შევხედოთ ვინ არის ის ადამიანები ვინც ასე სასტიკად ცემეს დააპატიმრეს შეურაცხყვეს აი ყველა მართლა რაღაცა სფეროში არის გამორჩეული წარმატებული რა. ყველა თაობის არიან რაღაცა უფროსი თაობის ექიმები, მუსიკოსები, პროგრამისტები, ხო, ისინი წერლები, პოეტები, ახალ სტუდენტები, რომლებიც რაღაცა მომავალი. ეს არის რუსული მეთოდი. ანუ ამას ხო, აი 70 მილიონმა და 150-მა შეიძლება ბელორუსიდან ყავდათ ჩამოყვანილი ინსტრუქტორები. შეიძლება ბელორუსელმა გააკეთოს და რუსმა გააკეთოს, მაგრამ ქართველმა
მაგრამ იყო ასეთი რაღაცა საქართველოს ისტორიაში, უნდა ვთქვა ჩვენსი ის მინუსებიც, რაც ჩვენ გვაქვს წარსულში. კი, ქართველობა არ გვიცავს აქედან, იმიტომ რომ ოსმალთა ბატონობა რომ იყო, ტყვეთას ტყიდვა იყო, ხო, გურიაში და მთელს დასავლეთ საქართველოში ჩვეულებრივად და მეზობელი მეზობელზე მთელი სამღვდელოება და ყველა ჩართული. აი ეს ამაში იყო, კი, აქ იყო ჩართული და რაღაც გენეტიკურად ალბათ იმათ ეს მეხსიერება აქვთ, ხო? ხო, არა, უბრალოდ კი. აი ვერ ვხვდები ვიღაცი ასილის და ბოროტის ყველგან, ხო? ყველგან. ფილმი არის. კი, მაგრამ ისტორიაში რაც ხო? ბოროტის ბრძოლა, ხო? აი გამოსაშალა, ხო? აქეთ ეს შავნიღბიანი მართლა სიბოროტის აი რაღაც ბოროტებას ხო მარტო რაღაც ძალა აქვს გარკვეული ეგ და აქეთ სინათლე რაღაცა აზროვნება, წარმატება, ფიქრის შეუწყეს ამას ხელი. აი ოსმალთა ბატონობა როცა იყო ამ ოსმალთა ბატონობა სახელმწიფოებრიობა არ იყო არაფერი იმერეთის მეფე მარტო სასახლეში იყო გამოკეტილი ქუთაისიც არ ეკუთვნოდა ძალა არ ქონდა არაფერი და ეს ყლავდა ეს ხო ამოვიდა ზედაპირზე ოსმალთა ბატონობა უწოდა ხანაკლიდან გადიოდა ახალციხიდან გადიოდა და ყოველი მხრიდან და ახლაც უწყობენ ამ ქვენაგზნობების განვითარებაზე კაპიტნები ყავთ ის ყავთ ფულს აძლევენ რაღაცას პირდებია რაღაცამ 300 ლარი რო გახელფასი იქ რაღაც 50 ლარიც რაღაც ფულია და აი ამ სიბინძურეში ეხვევიან ყველა და არ ვიცი ვერ გახსენდი ეს ფსიქოლოგია ასევე ისტორიულ კონტექსტში კუკამ რაც ახსენა რომ აი რაღაცა საუკეთესო ნაწილს მართლა ვინც უნდა შექმნას რეალურად ჩვენი მომავალი იმათ ებრძვიან ეს ხო უკვე ნანახი გვაქვს ჩვენ ებრძვიან საჩინო ეს ხო ნანახი გვაქვს რუსეთი საჩინო ბარად როგორ საჩინონი არიან წინ რუსეთი მუდმივად განაამას არ გვიკეთებდა კი რუსეთი ყველა მტერი გიკეთებს იცი ჩვენ ყოველთვის იმპერიების გარემოცვაში ძიმე გეოპოლიტიკური მდებარეობა რამდენადაც კარგია ჩვენთვის მომგებიანია იმდენად რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს და სულ იმპერიების გარემოცვაში ვიყავით და იმპერიის მთელი ფაბულა და საძირკველი არის რომაელებმა დაარქვეს divided impera დაყავიდა იბატონი ამას კი ვერ არქვევენ ასურელები ურარტუელები მაგრამ აი ბუნებით გრძნობდნენ იმპერია რომ უნდა დაეყოთ და ებატონათ აი ამას გიკეთებდნენ აი იდეოლოგიურად დაგყვეს შეგაშინეს სახელმწიფო იმპერიას რომელსაც შენი აფხაზეთი და ოსეთია ოკუპირებული და ადამიანი დღეს იძინებს და ხვალ რუსეთში გადაღობილი აქვს შენი ქვეყანა ის უნდათ მაინც ხო ეს ხო არის იდეოლოგია ყორღანაშვილების თაობმავლები არიან ეს ადამიანები ყორღანაშვილების და მეორე ნაწილი არის საჩინო ბარათაშვილის თაობმავლები საჩინო ხალხი არიან და ისტორია ისე ლაგდება ისე ლამა მიუხედავად იმისა რომ ცუდი ხდებოდა ქართველობას დავკარგავთ ნუ ოსმალთა ბატონობის დროს არ დავკარგეთ ქართველობა და ეხლა აი მივიდეს ის ადამიანი ვინც ამბობს რომ ქართველობას დავკარგავთ ნახონ ბერძნული კოლონიზაციის შედეგად ვანის არქეოლოგიური მუზეუმი როგორი ექსპონატებია იქ შექმნილი ან რომაელთა ბატონობის დროს არ დაგვიკარგავს ქართველობა ბერძნული კოლონიზაციის დროს არ დაგვიკარგავს პირიქით მივიღეთ ის კარგი რაც იყო მათაც წაიღეს ჩვენგან კარგი და ეს არის კულტურათა შეხვედრა კულტურათა გაცვლა რა ალექსანდრე მაკედონელმა აზიაში რომ ილაშქრა აზიელობა წაართვა ელინისტური კულტურა შეიწყო ვინც ჩვენს რელიგიას იქნება ეს კულტურას ენას და ყველაფერს წმინდას რაზეც ქართველობა მათი გაგებითაც დგას ებრძვის რუსეთი არავინ არ ებრძვის რუსეთის რა თქმა უნდა ეს არის რუსეთის დაყავი და იბატონე რომ გავყონ შეგვაშინდა ქართველები დავყონ იმის შეშით რომ ვაიმე კაცი გვიძახის მივდივართ იქ აქციაზე და მე გათხოვილი კაცების გვერდით არ დავდგები და ჩემთან ერთად მოდიან მართლაც ძალიან კარგი ოჯახის კაცები ბაბუები მოდიოდნენ და ვიღაცა ახალგაზრდა კაცი და მე გათხოვილი კაცი რა არის ეს არის უკვე მდგომარეობა იდიოტი ეს არ უნდა გააღვიძო ადამიანში და იდიოტები უნდა ჩალეკო
უნდა გეიყურონ, რაღაცა გადაცემები უნდა იყოს, რაღაცა პროგრამებში უნდა ჩართო, რაღაცა საუბრები სჭირდება, რომ დავეხმაროთ. ხო, დავეხმაროთ. უნდა მაგრამ კი არ უნდა ვუნტროთ. მე შემეცოდა, ჯერ ჩემი თავი შემეცოდა, რომ ამას იძახის ახალგაზრდა კაცი, რომ გათხოვილი კაცების გვერდით არ დავდივარ და მე ის შემეცოდა. ესეც ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული პროპაგანდა. ყოველთვის იდიოტი ჩვენი აზრით. უბრალოდ ჩვენ ვიბძვით იმის. უსაშველო არ არსებობს. ჩვენ ვიბძვით იმისთვის, რომ ის არ იყოს იდიოტსაც. ხო, აქონდეს თავისი ადგილი რაღაცა. ნორმალურად იცხოვროს, იყოს იდიოტი და იცხოვროს ნორმალურად. ხო, იდიოტების ვერა. ანუ ერთხელაც უნდა ვთქვა კიდე რაც რომ ჩვენ ვიცით რისთვისაც ვიბძვით რა. უკვე 26 უწყვეტი დღეა და პირველ რიგში ვიბძვით რომ ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები და უცილებლად პოლიტპატიმრობის გათავისუფლება. ამ მავნებელი ხელისუფლება წოდებული ხალხის მიერ დაჭერილი საუკეთესო ხალხი, რომელიც მართლა ქვეყნის სიყვარულისთვის, საკუთარი აზრის გამოხატვისთვის არიან ასე ნაწამები და დაჭერილი და რაღაცა ცდილობს რეჟიმი, რომ ამათ აი სიცოცხლის რაღაცა შეუხუთოს არსებობის შესაძლებლობა. მასთან ერთად ჩვენ, იმიტომ რომ იმათ უხუთავენ, გვიხუთავენ ჩვენ. ისინი ვერ სუნთქავენ, ვერ სუნთქავთ ჩვენ. ვერ სუნთქავთ. თან ხალხიც დგას და ვინც არ დაგაქვს ის არის ვართ ერთმანეთის თანაგანცდაში და იქ მართლა იქ ვინც ყოფილიყო ყველა ყოფილიყო ახლა ვიცი ალბათ ჩვენს ენერგიას გზნობენ ისინი ხო სიყვარული ისეთი რაღაც მართლა ის არის სოლიდარობა სიყვარული პატივისცემა რომ ანუ იცი რომ ხო იცი რომ რაღაცა შეიძლება დაგარბინონ რა მაგრამ ასევე იცი რომ გვერდზე რო ადამიანი რომელიც ცხოვრებაში არ გინაყავს შეიძლება ბოლოჯერ ნახულობ იმ კონკრეტ მომენტში იცი რომ ის შენ არ და ანუ რაღაც არ დაგტოვებს რა ხო ეგ ძალიან დიდი რამეა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის და რავი მე მინდა ყველა მიწოდეს რომ ჩვენ თითოეულ ჩვენგანი როცა ამას ვაკეთებ და ის ხალხი იქ დგას და ამას აკეთებს ის არის მხოლოდ რაღაც პირადი კეთილი დღეობის იმ შავნიღბიანისთვისაც ქვეყნის გადარჩენა სინამდვილეში ნიშნავს ერთმანეთის გადარჩენას მომავალში რომ ყველას ჰქონდეს ჩვენი ცხოვრება რაღაც ჰარმონიულად და წარმატების და ბედნიერების შესაძლებლობა. ხო აი რა უნდა ეს შავნიღბიანისთვისაც ვიბრძვით მათი შვილებისთვის რა ფულს აიღებს იმ ფულს ვის აჭარბებს რაში მოიხმარს ან ის ტელეფონი სად წაიღო ან ის ნიშნობის ბეჭედი რომ ან აი ეს რა მათ შორის ჯვარი და ეს არის მართლაც სირცხვილი და ეს უნდა დასრულდეს და ესეთი ქვენაგრძნობები გადავიდეს სადღაც სამარცხვინო ნაწილში სირცხვილად ჩაითვალოს და ყველა ეს აუცილებლად დასრულდება ჩვენი ერთიანობით მე მწამსამის მაიკო ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის რომ მომიწვიეთ კიდევ ერთხელ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს სოლიდარობა ყველა რეჟიმის მიერ ნაწამებ ადამიანს ჩვენ დღეს დაგემშვიდობებით ჩავხვდებით აუცილებლად იგივე თემებით. და ხალხით ვინც ჩვენ აქვე ოზურგეთში არის ჩართული ამ ჩვენს პროტესტებში, რომ საზოგადოებაც იცოდეს ვინ დგას, რა ხალხითა და რა გააზრები და რა შინაარსზე, რა დამოკიდებულებით აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ძალიან დიდი მადლობა მაიკო. მადლობა, ნახვამდის. მოშეხვედრა.